წარმოგიდგენთ ბუნებისმეტყველების სტანდარტის განახლებული ვერსიის პირველად ვარიანტს. მინდა გითხრათ, რომ სტანდარტი წარმოდგენილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი გახლავთ სწავლების მიზნები, მეორე ნაწილი გახლავთ სწავლის შედეგები, მესამე ნაწილი კი თემატური ერთეულები ან თემატური ბლოკები. პირველი ნაწილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სწავლის მიზანი მოიცავს ბუნებისმეტყველებას რა როლი უჭირავს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში და ზოგადი განათლების მიზნების ეროვნული მიზნების მიღწევაში. რაც უნდა ვთქვათ შედეგებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ის, რომ თითოეული შედეგი ემიზნება სამიზნე ცნებას. თითოეული შედეგი გადმოცემულია სამიზნე ცნებაზე დაფუძნებით და კონკრეტული ინდიკატორებით, რომელიც მუშავდება საფეხურის ფარგლებში. პირველ მეოთხე კლასში წარმოდგენილი ცნებებია სხეული, ბუნებრივი მოვლენა, სივრცეში ორიენტირება და ჰაბიტატი. ხოლო მეხუთე მეექვსე კლასებში გახლავთ სხეული, ბუნებრივი მოვლენა, პროცესი, გეოგრაფიული ობიექტი, ჰაბიტატი და მდგრადი განვითარება. რაც შეეხება თემებს, ბუნებისმეტყველებაში გვაქვს სამი თემატური ბლოკი, ეს გახლავთ გარემო როგორც სისტემა, ცვლილებები გარემოში და ადამიანი და ჯანმრთელობა. თითოეული ბლოკი მოიცავს კონკრეტულ აღწერილობას, თუ რაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს, ანუ რა შინაარსზე დაფუძნებით უნდა მოხდეს სამიზნე ცნების დამუშავება და შედეგის მიღწევა. განახლებულ სტანდარტში აქცენტი კიდევ უფრო მეტად არის გადატანილი კომპეტენციების განვითარებაზე და ღირებულებით განათლებაზე. რას გულისხმობს ეს? თითოეული შედეგი წარმოდგენილია იმგვარად, რომ მასში ჩანს თუ რისთვის არის საჭირო კონკრეტულად ამ ცოდნის შეძენა. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ერთ-ერთი ნებისმიერი შედეგი სხეულების შემადგენელი ნაწილების თვისებებისა და ფუნქციების გაანალიზება ყოფა ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. როგორც ნათლად ჩანს, ეს მესამე ნაწილი სწორედაც რომ ღირებულებითი ნაწილია, რაც ძალიან კარგად აჩვენებს მოსწავლეს თუ რისთვის სჭირდება მას ამ ცოდნის შეძენა. აუცილებლად უნდა ვთქვათ აქ, რომ ბუნებისმეტყველების სტანდარტში შენარჩუნებულია ის ძირითადი ხაზი, რომელიც 2022 წლის სტანდარტში იყო. ანუ აღარ გვაქვს მიმართულებები, გვაქვს ჰოლისტურად ყველა მიმართულება თითოეულ თემაში დამუშავებული, რაც საგანს აღარ ანაწევრებს და მას ერთ მთლიანობაში განხილვის შესაძლებლობას აძლევს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ ბუნებისმეტყველების საგანში აღარანაირი მიჯნა არ არსებობს, რაც ადრე იყო ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას შორის და ეს ყველაფერი ჰოლისტურად არის წარმოდგენილი გაერთიანებული თემაში. შემდეგ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია წარმოვადგინოთ ასევე ის ფაქტი, რომ საგანი საშუალებას გვაძლევს სხვა საგნობრივ ჯგუფებთან, სხვა საგნებთან ძალიან კარგი ინტეგრაციისა. მაგალითისათვის ეს საგნები შეიძლება დავასახელოთ და იყოს მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, მათემატიკა, ქართული, სპორტიც კი. ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ის ამბავიც, რომ ყველა ცნების დამუშავება საფუძველს ქმნის საბაზო საფეხურზე ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის სამიზნე ცნებების დამუშავებისა. რამე თუ სწორედ აქ მიღებული ცოდნა რეალიზდება შემდგომში ახალი ცოდნის დასაშენებლად. ბუნებისმეტყველების განახლებულ სტანდარტში წინა სტანდარტის მსგავსად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინკლუზიურ განათლებას. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რაში გამოიხატება ის უპირატესობები, რაც განახლებულ სტანდარტშია წინა სტანდარტთან შედარებით. მსგავსად წინა სტანდარტისა გვაქვს ისევ საფეხურებრივი შედეგები, რაც აძლიერებს ინკლუზიას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა აუცილებლად ვახსენოთ, გახლავთ შედეგების ინდიკატორების მრავალფეროვნება, რაც განაპირობებს
შესაძლებლობების ზრდას შესაძლებელია შედეგს მივაღწიოთ 1 ინდიკატორით, 2 ინდიკატორით, 3 ინდიკატორით და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი აღარ არსებობს თემატური ინდიკატორები, ანუ თემატურ ბლოკებში გაერთიანებული შინაარსი ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს მოსწავლეს შესაძლებლობას მიაღწიოს დასახულ მიზანს. ბუნებისმეტყველების სტანდარტში ყურადღება უნდა მივაქციოთ მნიშვნელოვან ფაქტს პროგრამის განტვირთვას. რაში მდგომარეობს პროგრამის განტვირთვა? პირველი და მნიშვნელოვანი, არ გვაქვს თემების დიდი რაოდენობა. თითოეულ წელს 2, მაქსიმუმ 3 თემა უნდა დამუშავდეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. როგორც გვახსოვს, საკითხები ისეთი ქონდა შეტანილი წინა სტანდარტში, რაც ძალიან რთული იყო ამასაკის ბავშვებისთვის. მაგალითად, კლიმატური სარტყლები, მაგალითად, ლითოსფეროს ფილების მოძრაობა და ასე შემდეგ. მსგავსი საკითხებისგან სრულად გათავისუფლებულია განახლებული სტანდარტის პირველადი ვერსია. ბუნებისმეტყველების განახლებულ სტანდარტში კიდევ უფრო მეტი თავისუფლებაა შემოქმედებისთვის. რას გულისხმობს ეს? გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მასწავლებელს, თითოეულ სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას კურიკულუმი საკუთარი მოსწავლეების ინტერესების და საჭიროებების მიხედვით. თემატური ბლოკები იძლევა ამის შესაძლებლობას. შეცვალონ არეალი, შეცვალონ თემების გადანაცვლება მოახდინონ მათი სურვილისა და საჭიროებების მიხედვით. აგრეთვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ის ფაქტიც, რომ გვაქვს სარეკომენდაციო ჩამონათვალი, რომელსაც გაყვებიან ავტორები, ზოგიერთი მასწავლებელი, რომელსაც ამის სურვილი აქვს, რომ კონკრეტულად ამ თემების ჩამონათვალს გაყვეს. ამით ხაზს უსვამთ შემოქმედებითი თავისუფლების არსებობას ბუნებისმეტყველების სტანდარტში.